აღარ დავდოთ, დავიწყოთ. საკმარისი იყოს ტაიმერი, რაც ჩავთეთ. გამარჯობა, პირველ პოდკასტურ ლაივ რეჟიმში ვართ, კოდის მინი სტუდიიდან, მე და ჩემი მეგობარი ანტონი თათვიძე. ჩემს გვერდით იქნება დღეს და ასე ვთქვათ, გამამაგრებს, იმიტომ რომ ძალიან უხელა. მეგონი სულტყუილად. ხო, პირველი მცდელობა, ჩემი მაყურებელი, ფოლოვერები, მიშვეულები არიან, რომ ვდებ მზა ვიდეოებს და ახლა მართლა ასე პირველი მცდელობა იქნება, როცა live პოდკასტურ ვიდეოს შევთავაზებთ. და თემა პრინციპში სათაურიდანაც და ჩვენი მონიტორებიდანაც უკვე ნათელია, ტრამპი და უცხო პლანეტელები ესე განზოგადებულა, თუმცა მრავალმხრივად შევეხებით, ხო, იმედია. ხო. მიესალმები კოდის მაყურებელს, მოგესალმებით. ჩემი დიდი გულშემატკივარია ხალხო, მადლობა. მე რა თქმა უნდა გულშემატკივრობ მას, ის წლებია ამ საქმეს აკეთებს, დაუღალავად, მუხლ ჩაუხრელად და შემიძლია ვთქვა, რომ შესაშური მონდომება აქვს ამ ადამიანს. მე ვიცი, რომ ყავს ამ გადაცემას, ამ პროექტს თავისი ერთგული მაყურებელი, რომელიც მრავალი წელია ამას თვალსაჩინოს ამ ყველაფერს. ვიცი შენ რამდენად დიდ პატივს ცემ ამ ადამიანებს და მხარი მინდა დაგიჭირო ამ წამოწყებაში, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, უფრო ცოცხალი, უფრო ავთენტური, უფრო თავისუფალი კომუნიკაცია შენს აუდიტორიასთან. დიდი ხანია გქონდა ეგ იდეა, მაგრამ ნუ აქ ბევრი ფაქტორი იყო ტექნიკურიც, ჩემი ყოფილი სამსახურიც, რომელიც მიკრძალავდა ასე ვთქვათ. ამ ეტაპზე თავისუფალი. კი, სულ თავისუფალი ვარ, უსამსახუროდ. თუმცა ეს არის რა თქმა უნდა შანსი, რომელიც მგონია რომ უნდა გამოიყენო და ვიცი რომ გამოიყენებ. და ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვუსურვო კოდის ამ პროექტის, ასე ვთქვათ, რასაც ამდენი წელი აკეთებ, ერთგულ მაყურებელს და გულშემატკივარს, რომ თქვენთვის აი ამ ახალი წამოწყებით ეს კიდევ უფრო გახდეს უფრო ინტერაქტიული, უფრო თქვენთვის ახლობელი, კიდევ უფრო უშუალო პროექტი, რადგან თემების საინტერესოობა არასდროს იყო პრობლემა ამ პროექტისთვის და მრავალფეროვნებაც, არა მხოლოდ მისტიკას, კოსმოს, ტექნოლოგიებს, ვიცი რომ პრინციპში სფეროს არტოვებ, რომელსაც არ ეხები. ამიტომ მგონია რომ დღეს ვიდრე უცხო პლანეტელებზე და ტრამპზე ვისაუბრებ. ხო, ეს პოპკორნის თემაა და მე მგონი ბევრ რამეს შევეხებით. ხო, შევეხებით და მე მომწონს ეს წამოწყება, არ ვიცი პირველი ეპიზოდი რამდენად კარგი გამოვიდა. ხო, ანუ მეც აზრზე არა ვარ, რა შედეგი დაიდება. ეხლა ლაივში თან ნერვიულობაც. მეც დას არ დავაკლებ, იმედია მაყურებელს მოგვაწოდებს გზა და გზა რჩევებს, რა ჯობდა, როგორ ჯობდა და მე ის ვიცი, მნიშვნელოვანი. ერთს ბოროტად ვისარგებლებ და გაგიმხელთ, რომ სხვა საინტერესო ლაივების იდეებიც აქვს ბატონ ალეკოს, რომელიც რომ განხორციელდება და თქვენ ამას ყველაფერს ნახავთ და მოისმენთ. მოკლედ წარმატებები ჩვენგან. კაი, მოკლედ ახლა თავბრუა შევაწყინოთ ხალხს, ვუთხრათ, მოკლედ ტრამპი და უცხო პლანეტელები არის თემა, ვინც წინა ეპიზოდი ნახეთ. კოსმოსის შეჯამება თებერვლისთვის, იქ მოკლედ საუბრობ, რომ ტრამპს აქვს იდეა, რომ ხალხს გაუმხილოს სიმართლე იმ 10 წლეულობის განმავლობაში დამანული ფაილები, ის ფაილები, რომლებსაც CIA და სხვა საიდუმლო სამსახურები ინახავდნენ უცხო ცივილიზაციების და საერთოდ ამოუცნობი მფრინავი ფენომენების შესახებ. მრავალი სახედი აქვს, ამას გზადაგზა გავივლით. თუმცა, ეხა მე მგონი ისეთი ვითარებაა რეგიონში და ამერიკა, ისრაელის და ირანის და უკვე მსოფლიოში უკვე გადაიზარდა სხვა მასშტაბში, აქ ევროპული სახელმწიფოებიც უკვე ერთვებიან აქტიურად. ნუ ხელს არ უშლიან ყოველ შემთხვევაში. ამ რეგიონალურ კონფლიქტში, ომში ფაქტობრივად და ეხა ტრამპს მე მგონი უცხო პლანეტელებისთვის ჯერ არც ალია. ცოტა გადაიდება ეს თემა. შესაძლოა არც მაყურებლების დიდ ნაწილს ეცავს უცხო პლანეტელებისთვის. თუმცა მე არა ვარ სამხედრო ანალიტიკოსი და თუმცა შეგვიძლია საუბარი ჩვენი ყოფილი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ როგორც იგივე მაყურებლები და ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რაღაცა სხვადასხვა ტელევიზიებში, რადიოებში თუ სხვა საშუალებებში ეწეოდით ჟურნალისტურ საქმიანობებს, შეგვიძლია რაღაც ჩვენი აზრით ვთქვათ, ოღონდ რა თქმა უნდა არა ექსპერტული. ხო, რა თქმა უნდა, სუბიექტური აზრი. მე მგონი კარგი ხდება, რაც ხდება რა. იმიტომ რომ უნდა დასრულებული იყო ერთხელ და სამუდამოდ ეს აიათოლების სიგიჟე, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს. ჩვენ ალბათ გვიყურებენ ადამიანები, რომლებიც ზოგადად არ არიან ომის მომხრები და ჩვენ მე პირადად არავის არ უხარია ომი, ვის უხარია. რა თქმა უნდა, ყველა ომი არის ძალიან ცუდი, რომელსაც შეიძლება უდანაშაულო და უბრალო ადამიანის, ასე ვთქვათ, სიცოცხლე შეეწიროს, მაგრამ
არავითარი მაგრამ პრინციპში არის ბოროტება, ამ ბოროტებას ქვია ადამიანის თავისუფალ ნებაზე დაბიჯება, რასაც დიდი ხანია უკვე ისლამური მმართველობის ქვეშ მოქცეული ირანი აკეთებს და თუ ამას რაღაცა დასასრული ექნება და ამ ადამიანებისთვის ისევ რაღაც მეტი დოზით თავისუფლება, ისევ მეტი დოზით დემოკრატია დაბრუნდება და ფერები შემოვა ცხოვრებაში, მე ამას მხოლოდ მხარს უჭერ და მით უმეტეს მე ხო, მეც ასე მოკლედ მინდოდა საუბარი. წელიწად ნახევარი ისრაელში ვიცხოვრე და ასე ვთქვათ, სუბიექტური გზნობებიც მაქვს და მინდა რომ ჩემთან შედარებით უფრო მეტად გქონდეს. ხო, მინდა რომ ისრაელს ასე ვთქვათ, როგორც ჩვენზე 3 ნახევარჯერ პატარა ქვეყანას მშვიდობიანი პერიოდი დაუდგეს და მას არ უწევდეს ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე გადარჩენისთვის ბრძოლა, ისე როგორც ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც დემოკრატიული და თავისუფალი განვითარება უნდა სამყაროში, სადაც არ უნდა იყოს ეს. ხო და მოკლედ წარმატებები უსურვოთ ამერიკასაც, ისრაელსაც და დანარჩენ ცივილურ სამყაროსაც, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ თუმცა რა თქმა უნდა ეს არის მკვლეული პროცესი და ჩვენ მე პირადად დამწუხვარ ყველა იმ ადამიანს მე თუ უკეთესია შედეგები და ირანში ეწირება ამ ამბავს და სადაც არ უნდა იყოს ეს არ აქვს მნიშვნელობა რომ რეგიონში იქნება და რა იქნება. მიერთი წყალი ანტონ მართალია ონკანის წყალია არ არის სპონსორის წყალი იმიტომ რომ ჯერჯერობით აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა და ჩვენ ეს დაბელია სიამოვნებით დავლევდით არა მხოლოდ წყალს სხვას ასე ხა უსიამოვნო სახით დავლევ რომ მე რეკლამის დროს ასე აი რომ გაფილტრული არ არის და ჩვენ პირდაპირ ონკანის შეგიძლია მანამდე მგონი ხო მე წარმოვადგენ ეხლა სანამ ჩვენს თემას განვიხილავთ მე და ანტონი და ვიდებატებთ ასე ვთქვათ, არ დავინდობთ ერთმანეთს მეგობრულ ჩარჩოებში რა თქმა უნდა. მანამ მე გაჩვენებთ მოკლე ვიდეოს, რასთან დაკავშირებით ვაპირებთ ჩვენ დისკუსიას და შემდეგ დავბრუნდეთ და უკვე გავარჩიოთ ეს თემა და ყველაფერი ის რაც ამ თემის პრინციპში და ხო, შენც აგერ ერთად ნახავთ ახლა მოდი ჩავთვალოთ. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ამოუცნობი ფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს. ეს კი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავად დონალდ ტრამპის ინიციატივაა. განცხადებისას მას ზუსტი დრო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარ გუნდს დაავალებს უცხოპლანეტელებისა და არაიდენტიფიცირებული ფრინავი ობიექტების შესახებ ამერიკის მთავრობის განკარგულებაში არსებული საიდუმლო დოკუმენტების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. ობამა და სხვები დეკლასიფიცირებას უწევენ ასეთ საკითხებს, რაც არ არის სწორი. ვერ ვჟერა რომ უცხოები არსებობენ, მე არა, მაგრამ უდიდესი ინტერესის საფუძველზე მე ვავალებ ომის მინისტრსა და სხვა დეპარტამენტებსა და სააგენტოებს. დაიწყონ იმ სამთავრობო დოკუმენტების იდენტიფიცირება და გასაჯაროება, რომლებიც უცხოპლანეტელებსა და არამიწიერ სიცოცხლეს ეხება, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენებს, ამოუცნობ ფრინავ ობიექტებსა და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ამ უკიდურესად კომპლექსურ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. უფალმა დალოცოს ამერიკა. ეს გადაწყვეტილება ერთგვარი პასუხია შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დემოკრატ ბარაკ ობამას ბოლო ინტერვიუზე, სადაც მან აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელები მართლაც არსებობენ, თუმცა თავად ისინი პირადად არ უნახავს. აი, რა თქვა ობამამ. რეალურად არსებობენ უცხოპლანეტელები. რა თქმა უნდა, მაგრამ მე არასოდეს მინახავს. ასევე მათ არავინ მალავს, რა ქვია, ხო, ზონა 51-ში. იქ არავითარი მიწისქვეშა საცავი არაა. თუმცა, არანორმალურად დიდი კონსპირაციებია და სხვათა შორის ეს თეორიები ახლანდელი პრეზიდენტისგანაც მოდის. რა იყო ამ საკითხზე თქვენი პირველი კითხვა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი გახდით? სად არიან უცხოპლანეტელები? დონალდ ტრამპმა ობამას ბრალი დასდო იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი კლასიფიცირებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, რასაც დიდი შეცდომა უწოდა. კითხვაზე არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, თავად ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის. საინტერესოა, როგორ დასრულდება ერთი ქვეყნის ორი პრეზიდენტის დავა ამ საკითხზე და რას გამოაქვეყნებენ ტრამპის ბრძანებით. ასევე, რატომ არაფერს ამბობენ სხვა პრეზიდენტები. მოკლედ, უფოლოგებსაც და უფოლოგით დაინტერესებულ საზოგადოებას წინ ალბათ საინტერესო სიახლეები გველის. თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, როდესაც საქმე დონალდ ტრამპს ეხება. მოდით მოლოდინებს ნუ შევიქმნით. და ესეთი ამბებია, მოკლედ ორმა პრეზიდენტმა ძალიან დაუშვა ერთმანეთს. შენ ვამბობ, მე ვიტყვი და ესეთი თემებია რა. კი. ჩვენ აი პირველ რიგში რა გაიგე ახლა ამ ამბიდან? მოდი შენი მე პრინციპში გავატარე ეს ინფორმაცია და
თარგმნე და შევაჯამე და ანუ შენ ინტერპრეტაციები არ ქონია, უბრალოდ თითქმის აი 95%-ით მივაწოდე ისე როგორც იყო. ის 5% რაღაცა იყო. ის 5% ალბათ ჩემი გულშემატკივრობა იგრძნობოდა, რომ იქნებ გამოუშვან. იქნებ გვეღირსოს, ხავს ობიექტური დამოკიდებულებები საინტერესოა, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, რაც მე ვნახე და მოვისმინე, არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ტრამპს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის ახლა უკვე შუალედური არჩევნებია ამერიკაში და ვიცით, რომ არ არის ეს მარტივი რესპუბლიკური პარტიისთვის. არა, მე დაშვების დონეზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი. გონია, რომ ის, რომ თუნდაც ობამამ თქვა, რომ მისი აზრით მას ჯერა რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ უნახავს. ჩვენ შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ ეს, იმიტომ რომ მას ჯერა რომ არსებობენ უცხოპლანეტელები, თუმცა მას ეს უცხოპლანეტელები არ უნახავს, ხო? და რას უნდა ნიშნავდეს ეს? ეს ნიშნავს ალბათ იმას, რომ მას როგორც პიროვნებას პოლიტიკოს, რა ვიცი, ბარაკ ჰუსეინ ობამას, როგორც ტრამპს უყვარს ხოლმე სრულად მისი სახელის თქმა, შეერა რომ არსებობენ უცხო ცივილიზაციები, უცხო პლანეტელები, მაგრამ ამის მტკიცებულება და სადმე დატყვევებული უცხო პლანეტელი მას არ უნახავს. შესაბამისად, ამას კარგად ჩაეჭიდა ტრამპი როგორც PR ტექნოლოგი, ჩემი აზრია ეს რა თქმა უნდა, და ამას ახლა ასე ვთქვათ, შესაძლოა ვთქვათ ამ მოსაზრების დაშვება, რომ ეპშტეინის ფაილები, რომელიც ძალიან პოპულარულია, შეიძლება ამით ამაზე გავაკეთოთ მე რა, ძალიან თქმი თემაა და თანხმობ, იმიტომ რომ ამერიკაში და ზოგადად მსოფლიოში არსებობს ასეთი ტენდენცია, რომ შენ ვერ გააკრობ სკანდალს, მაგრამ შეგიძლია გადაფარო ის უფრო დიდი სკანდალი. რა თქმა უნდა, ხა თუ სადმე არსებობს ისეთი ფაილი, ხო, მაგრამ რას ვფიქრობ, იყო ბოდიში ბარაკ ობამას ეს ნახევრად ხუმრობით განცხადება იყო, ის წონა, რაზეც ტრამპს ასეთ რეაქცია უნდა ქონოდა, ანუ ასე უჭირს, რომ ასეთ მარტივ იმპულსებზეც ყველაფერს ეჭიდება, რომ გადაფაროს ოღონდ ეპშტეინის ფაილები, ანუ შენ ეს გადაფარავს ამ ტრამპს ჰქონდა კონგრესის წინაშე ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა ცოტა ხნის წინ. და თუ ეს გამოსვლა ვინმეს უნახავს, მიხვდებით, რამდენად აქტიურად ის იყენებს იუმორს, რამდენად უტრირებს სხვადასხვა თემებს. და ალბათ ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი გამოთქმა, რომ ჩიტს ხელის აქნება უნდოდა. და ეს ხელი აღმოჩნდა ძალიან ძმეთია. თვითონ კი. და შესაძლოა მე არ მგონია, რომ მან უკან დაიხიოს, ასე ვთქვათ, მსგავსი თემები, თუ ის მართლა გრძნობს საფრთხეს. არ ვიცი რამდენჯერ, მაგრამ ეპშტეინის ფაილებში ტრამპი რამდენიმე 1000-ჯერ არის მოხსენიებული, თუმცა ის ინფორმაცია ძალიან სერიოზული ამბავია. ხო, ის ინფორმაცია, რაც ტრამპის შემდეგ წერია, შავად არის, ასე ვთქვათ, გრიფირებული და ვერ კითხულობ რაზეა საუბარი. ანუ ესე ჩვენ არ შეგვიძლია ხავ ამტკიცოთ, რომ ტრამპი რადგან ეპშტეინთან ახსენებია, ის აუცილებლად დამნაშავე, იმიტომ რომ ვიცით, რომ ხო, რა თქმა უნდა. ხო, ბევრი ნაცნობი ყავდა ეპშტეინს და საერთოდ ეს ელიტა, პოლიტიკური პლანეტა, ასე ვთქვათ, მასთან დადიოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მარტო ამერიკის მასშტაბით, ხო, ყველა იყო კანიბალიზმში ჩართული. ჯერ კიდე არც ვიცით რა ხდება იმ ფაილებში. იმდენად აურაცხელი დოკუმენტებია თუ ვიდეო თუ ფოტო ჩანაწერები, რომ ალბათ წლები დაჭირდება მის გაშიფრებას. სამწუხაროდ არ ვიცით, მაგრამ კიდე რა ამოვა, რა სიბინძურე, ხო, არ ვიცით. არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ის არის მსხვერპლი ტრაფიკინგის და ამ ადამიანებს აქვთ ამერიკული სასამართლოს იმედი. ეს თემა, ანუ ეს უცხოპლანეტელების თემა გადაფარავს, მე მგონია, რომ ვერ გადაფარავს. შეიძლება ვერ გადაფაროს, მაგრამ რა უნდა ეს ხომ არ არის ერთადერთი თემა, რასაც ახლა ის აქტიურობს. ჩვენ ვიცით, რომ შეთქმულების თეორიის მოყვარულები მესაც ამბობენ, რომ ირანთან ომი არა მარტო იმიტომ დაიწყო, რომ ახლა ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო დაუშვათ ირანში ისლამური მმართველობის დასასრულებლად, არამედ იმისთვის, რომ თუნდაც მოხდარიყო გააქტიურება კიდევ უფრო დიდი ამბის, ხო? იმიტომ რომ ეს ეპშტეინის ფაილები რაღაც უწყინარად ჟღერს, მაგრამ ეს მოიცავს ძალიან დიდ კომპრომატებს, თუ იქ ისეა საქმე, როგორც მოარული ხმები ამბობენ, რომ თუ იქ ადგილი ქონდა ადამიანების ტრაფიკინგს, მათ შორის არასრულწლოვნების და იქ ზოგიერთი გამოთქვამს ვარაუდს, რომ კანიბალიზმითაც იყვნენ დაკავებულები, არ ვიცი. მე ამას ვერც ვიტყვი, რომ ასეა და ვერც ვიტყვი, რომ ასე არ არის. შეიძლება მათ შორის ესეც ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი, მაგრამ ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ სანამ ეპშტეინის ფაილები ან პრეზიდენტი ტრამპი როგორც პრეზიდენტი იქნებოდა, ეს თემა მანამდეც აქტუალური იყო. ჩვენ ვნახეთ მანამდე კონგრესში გამოსვლები, რამდენიმე ვიდეო გასაჯაროებები გენერლების მათ შორის.
და კრეისერებიდან გადაღებული ვიდეო მასალებიც, როდესაც საფრენი აპარატები სრულიად ანომალიურ ფიზიკურ შესაძლებლობებს აჩვენებდნენ, ხო? ანუ არც ერთი აღიარეს კიდეც ანუ გენერლის მე მქონდა გამოყენებული სპეციალური ბრიფინგი, სადაც ამბობს ეს გენერალი, რომ არც ერთ საფრენ აპარატს არ ეკუთვნის დედამიწიდან. მაგრამ ცალსახად ვერ ვადასტურებთ, რომ ეს არის არა დედამიწისეული. ხო, სამწუხაროდ ვიდრე არც ერთი ასე ვთქვათ დამამტკიცებელი საბუთი არ გვიდევს ან ვიდეო ფაილის ან სამეცნიერო კვლევის ან ასე შემდეგ სახით მე პირადად ჩემ აზრს ვამბობ, შეიძლება შენ ამაში არ დამეთანხმო. ჩვენ მხოლოდ რწმენის საკითხის კუთხით შეიძლება მაგრამ ნახე არ დაგეთანხმები კი არა და უფრო აი ამ ასე შემოვიდა საკითხს რაც ამ ვიდეო ჩანაწერებშია ნაჩვენები თუ შესაძლებლობა გვაქვს ვაჩვენოთ პატარა ფანჯარაში აი ამ საფრენი აპარატების მოძრაობა ფაქტობრივად ისინი ნახავენ დროის და სივრცის ზღვარს ანუ მათ შეუძლიათ გაქრობა გაშენა სხვა ადგილზე მომენტალურად როდესაც ასეთ ტექნოლოგიას ფლობს რაღაც ძალა, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამის დაფიქსირება, დაჭერა, ატყობება, ასე ვთქვათ, ან მოგერილება თუნდაც, ხო? ჩვენ ეს არ შეგვიძლია. თუმცა შეიძლება საკითხი ასეც დავსვათ. როდესაც ამ უნარებს, რასაც ახლა ვიდეოში ვხედავთ, რომ თითქოს ტელეპორტაციის მსგავს სწრაფ გადაადგილებას აქვს ადგილი და საფრენი აპარატი ხან A წერტილშია, ხან B წერტილში და ამ შემდეგ, ჩვენ ამდენად შეგვიძლია დავუშვათ რომ რომელიმე სახელმწიფო, ზესახელმწიფო, სუპერსახელმწიფო დედამიწაზე ვფლობდეს ამ ტექნოლოგიას და ჩვენ უბრალოდ მომსწრენი ვართ, რომ თუნდაც თავისივე თავი გამოიჭირა სახელმწიფოს ერთმა სტრუქტურამ მეორე, მაგრამ მეორე რადგან ზესაიდუმლო ცდებს ატარებს, შენი აზრით გვაქვს ასეთი მასშტაბის პროგრესისთვის მიღწეული, რომ გავასაღოთ უცხოპლანეტურ ტექნოლოგიად, ასე ვთქვათ, ტექნოლოგია და სინამდვილეში იყოს დედამიწისეული, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ჩვენთვის ცნობილი საფრენ აპარატები, ჩვენთვის ცნობილი საფრენ აპარატებს და ფიზიკურ შესაძლებლობებს სამხედრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩვენთვის არ არის ცნობილი რომ მსგავსი რამ დედამიწაზე შექმნილი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, ვიდრე ატომური ბომბის გამოცდა ჩატარდებოდა მათ შორის ოპენჰაიმერის მეთაურობით, არავინ ვიცოდით რომ ასეთი ბომბი შეიძლებოდა არსებულიყო, ხო? და მანამდე რადიოაქტიული ნივთიერებები ჩანთი დაკონდა ხალხს. ხო, რა თქმა უნდა და სახეზე ისვამდნენ და კოსმეტიკა შეიცავდა და ასე შემდეგ. ასე რომ ჯერ ეს ჩატარდა და ცის ჩატარების დღესაც შენი აზრით რამდენმა ადამიანმა იცოდა დედამიწაზე რომ ატომური ბომბი შეიქმნა ძალიან ცოტა. მაგრამ თუ ამას ვინმე იმ დროს კამერებით გადაიღებდა და გვაჩვენებდა ეს იქნებოდა ჩვენთვის დაუჯერებელი და ჩვენ რა თქმა უნდა მივაწერდით ამას უცხო ცივილიზაციას, ხო? ჩემი აზრით ცოტა ხნის წინ აი საუკუნეების წინ ადამიანები ასეთ აუხსნელ მისთვის აუხსნელ ასე ვთქვათ აქამდე უნახავ მოვლენებს ზირთად ღმერთებს მიაწერდნენ. ზირთად ამბობდნენ რომ არსებობს ჭექაქუხილის ღმერთი, არსებობს მოსავლის ღმერთი, ნადირობის ღმერთი. ახლა არსებობენ დაუშვათ პლანეტა ნიბურუდან და სხვადასხვა პლანეტებიდან. კარგი, ხა იქნება მეც გაკეთებული მაქვს და ხა ნუ გადაგვივლი. არა, არ გივლით, რა თქმა უნდა, ცოტათი სკეპტიკურად უყურებ, თუმცა მე პირადად მეც დაშვების დონეზე საუბრობ, მე არ ვამტკიცებ რომ ეს სიმართლეა, თუმცა ძალიან გავრცელებული და პოპულარული თემებია, ხო. მე პირადად არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, რომ სადმე შორეულ galaktikაში ან სადმე თუნდაც რა ვიცი მეზობელ galaktikაში ან პლანეტაზე ცხოვრების რაღაც ფორმა არსებობდეს, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით. ისინი შეიძლება იყვნენ ჩვენზე წინ, ჩვენზე უკან, თუმცა ამის მტკიცება არ შემიძლია. მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მხოლოდ ერთი რამის გამო, იმიტომ კი არა რომ აღმაფრენას არ ვიზიარებ. მეც ხშირად როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვაკვირდები, რაც რა თქმა უნდა დიდ ქალაქებში იშვიათად ხდება, იმიტომ რომ ქალაქის განათება საშუალებას არ გვაძლევს. ხშირად იმედის თვალით ვუყურებ მე ცას, რომ ჩვენ არ ვართ მარტოები, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა ხდება ჩვენ სამყაროში, ძალიან არ გვინდა ალბათ რომ მარტოები ვიყოთ, ხო? ანუ მაქსიმუმში პრიმიტიულ დონეზე ვართ ხო იდეაში. მაგ შემთხვევაში მე თქვენს მხარეს ვარ, ასეულად შენი მაყურებელი. ხო, ანუ ამაში თანხმდებით რომ მარტო არ ვართ სამყაროში, რომ ეს შეიძლება არ მინდა რომ მარტო ვიყოთ და რამდენად შეგიძლია თქვა, რომ წარმოვიდგენ სამყაროს მასშტაბს და ჩვენ ხო არ ვიცით ეს განზომილებებით თავდება თუ პარალელური სამყაროებით თუ ბნელი მატერიაც ჯერჯერობით არ ვიცით რა არის და ეს შეიძლება იყოს რაღაცა. ხო, ბევრი ფიზიკური ძალები და ობიექტებია სამყაროში, რომელიც ჩვენ არ ვიცით და საერთოდ რა არის ეს გარემომცველი სამყარო. ანუ რამდენად ლოგიკურია რომ ამ მასშტაბში, რომლის აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში,
რომ მარტო ჩვენ პლანეტაზე იყოს სიცოცხლე, ანუ რამდენად რეალისტურია ასეთი დაშვება. ასეთი ეგოისტური დაშვება მე თუ მგითხავ. მოდით მაშინ ასე შევხედოთ, როგორ წარმოიქმნა ლოგიკა. ლოგიკა არის ძირითადად ჩვენ, ასე ვთქვათ, ცოდნაზე დაფუძნებული ვარაუდები, რასაც მეტ შესაძლებლობას ან ნაკლებ შესაძლებლობას ვაძლევთ, ხო? ახლა ჩვენ საუბრობთ, ეს რაღაცა პირდაპირ ეთერმინის და ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ვიღაც გვიყურებს, გაგვაკრიტიკებს, გაგვანძღავს, ან პირიქით მხარს დაგვიჭერს, წარმატებებს გისურვებს და ასე ვთქვათ, გვერდით დაუდგება პროექტს. ეს ძალიან ლოგიკური ვარაუდებია, ხო? რატო? იმიტომ რომ ზოგადად ესე ხდება. ასე ამართლებს, ასე სხვადასხვა პროექტებს ვუყურებთ, ვასაფორთებთ, უკაცრავად მხარს უჭერთ და ასე შემდეგ. კარგი წყალია ონკანის ეს. ნამდვილად. გეთახმები იმაში, რომ ის ლოგიკა, რაც ჩვენ პროფესიულ განათლებას უნარებს და ცოდნას ემყარება, ჩვენ ასე ვთქვათ, შეიძლება ვკარნახობდეს, რომ დიდი ვარაუდით, სადღაც კიდე უნდა იყოს პლანეტა, სადაც ასეთი გონიერი ცივილიზაცია ჩვენზე უკეთესი და თუნდაც არ იყოს გონიერი, თუნდაც ნაკლებად გონიერი იყო, ან პირიქით უფრო გონიერი. ჩვენ რისი გვეშინია, ანუ განვითარებული, ჩვენზე განვითარებული მე პრინციპში მგონია, რომ თუ ჩვენ იმ თეორიას გავყვებით, რომ სადღაც არსებობს უფრო დიდი ცივილიზაცია, რომელიც ჩვენზე უბრალოდ ნადირობას გამოაცხადებს როგორც რესურსზე, დედამიწაზე ან ადამიანზე, ეს ძალიან კარგი თემა ჰოლივუდისთვის და არაერთი ფილმია ამაზე შექმნილი, თვალწარმტაცის ანახაობა, ნამდვილად ვერ მოწყდები მათ უმრავლესობას და რაღაცა დროის გატარების არაჩვეულის საშუალებას გააძლევს. თუმცა ესე ხელაღებით იმის ვამტკიცო, რომ ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობენ და ჩვენ მარტოები ვართ, შენ ლოგიკას რო გავყეთ, რომ ეს ეგოისტური დასკვნა იქნებოდა, ხო, ალბათ ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური დასკვნა, თუმცა მისი საწინააღმდეგო რომელსაც თავაზობს რელიგია. მარტო ჩვენი არა, ყველა რელიგია. თავაზობს რელიგია, მაგრამ ამას უფრო ფილოსოფიურ ჭრილში შევხედავთ და კრეაციონიზმის ხოხით გადავხედავთ, მე პირადად ვთვლი, რომ ღმერთი რომელმაც შექმნა სამყარო, თავად სად იყო? ხო. ანუ აქ არ იყო. ხო. მოვიდა არსაიდან, ხო? და თუ ჩვენ ქრისტიანული ჭრილით შევხედავთ, პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი, ხო? თუმცა ხა მე თეოლოგია არ ვარ და ღრმა წიაღისეულში მე საუბრობ რომ შემოთავაზებული გაგება სხვა ცივილიზაციების, სხვა გონიერი არსებების არსებობის შესახებ არის მეცნიერული, ფილოსოფიური და თეოლოგიური რელიგია, მაგალითად ქრისტიანული რელიგია საინტერესო არსებობს გვთავაზობს ანგელოზების სახით და ასე შემდეგ, ხო? არა მარტო ანგელოზები, გოლიათები და თელიანები. ხო, თუ ბიბლიას გავყვებით და თორაში თუ ჩავალთ, საერთოდ საინტერესო რაღაცები არის. ასე რომ რელიგიაც არ გამოდგება ბოლომდე იმის სათქმელად, რომ შეიძლება გამორიცხული იყოს უცხო პლანეტების და მათ შორის ჩვენ სვეტის ცხოველში გვაქვს რაღაც ასტროლოგიური ფრესკა, რომელიც ერთის მხრივ რელიგიასთან არ მოდის თანხმდრაში ჩვენთან. თან ცუდი ახლა დაიფში როგორთა ვერ ხო, არა შავს და რაღაცა იგუგლება და შეგვიძლია მოგზაუროს ვაჩვენოთ. და ესეც რელიგიას ეწინააღმდება, მეორე მხრივ ჩვენ საკმაოდ ძველ და მნიშვნელოვან ტაძარზე გვაქვს ასეთი ფრესკა. რელიგიას ეწინააღმდეგება თუ რელიგიური მამების სურვილს? არა, იცი როგორ არის? რაღაც პლანეტები და უსულო სხეულები ალბათ შენბედს არ განაგებენ. მე პრინციპში ამ ხარეს ვარ, რომ არ განაგებენ პლანეტები ჩვენს ბედს და სულ ერთია ვენერასთვის ახლა შენ რას ფიქრობ? ისე როგორც ჩემი მფარველი პლანეტა მარსი, არ მგონია ხა იმაზე დარდობდეს მე საკმარისად მივიღე წყალი თუ დეჰიდრატაციას განვიცდი. მგონია რომ სულ ერთია მარსისთვის. მაგრამ ესეც კიდე სხვა, ასე ვთქვათ, ზებუნებრივ თემებს თუ გადავწყვეტთ და არ გადავწყვეტ, ხო, ძალიან ფართო თემაა და მე ძველ ცივილიზაციებზეც და მათ შესაძლო კავშირზე უცხო ცივილიზაციებთან ამ კონსპირაციებზეც და საკითხზეც მინდა გავარჩიო. ანუ ეს დიდი თემაა და ნებისმიერ დროს შეგვიძლია დაუბრუნდეთ. ახლა მაინტერესებს, აი ტრამპს რამ უბიძგა, მაინც მინდა რომ უფრო კიდე გავარჩიოთ. რა მასალები შეიძლება ქონდეს ამერიკას? რაღაცის გამო ხო არ იტყოდა. ანუ რაღაც ხო იცის. კი ამბობს რომ არ ვიციო, მაგრამ სხვა შორის ადრე აქვს ნათქვამი, რომ ერთგან კითხეს, ახლა მახსოვს ახლა ზუსტად წყარო ესეც იგუგლება, რომ კითხეს თუ ნახეთო თქვენო, ანუ ავთენტური მტკიცებულება, რაიმე ან საფრენი აპარატის, ან ნეშთის, ან ცოცხლად მყოფი უცხოპლანეტელი სადმე დამწყდეული მოკლედ სპეცსამსახურების მიერ და ტრამპმა თქვა, რომ მე როდესაც პირველი ვადით ვიყავიო პრეზიდენტიო და მოვიკითხე ეს საკითხიო, ერთ-ერთ
სამსახურიდან მითხრესო, რომ არის საკითხები, რომლებიც პრეზიდენტმაც კი არ უნდა იცოდესო და მე აღარ გავკარებივა რომ ამ საკითხსო. ეს განცხადება რამდენად ლოგიკურია? რა უცნაურია, რომ ტრამპი დაემორჩილა ვიღაცის ვერბალურ მოწოდებას, რომ ის არ გაკარებოდა კონკრეტულ საკითხს. მაშინ როცა იგივე ტრამპი მაგალითად არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხალხს მოუწოდებდა, რომ კაპიტოლიუმი აეღოთ შტურმით და მე ეს ხალხი ეს ხო ის კაცია 5 წუთში რო ცვლის თავის პოზიციას. ხო, მეც მაგეთ მივდივარ. ჩვენ ალბათ ვნახავთ რაღაც ფაილებს, რომელიც გასაჯაროვდება. ანუ მაინც არ იტყვის უარს, არ დავიხუმრეო, არ იტყვის ბოლოს. არ მგონია რომ ფაილების რაღაც ნაწილი მაინც გამოვა. ჩვენ ხო ეპშტეინის ყველა ფაილი არ არის საჯარო. ალბათ ასევე არ გახდება ყველა ფაილი უცხო კვანტიტეტი. რა შეიძლება გახდეს? ანუ რა შეიძლება უთხრან ხალხს? აი შეიძლება ანუ ისე რომ არც უარყონდა არც დაადასტურონ რომ ხო გვაქვს კონტაქტი, ნუ არსებობს, არ არსებობს. მე ვიცი რომ შენს პროექტში ვარ სტუმრად, მაგრამ მე შემხედრილი შეკითხვა შეიძლება რომ დაგისვა? კი, რა თქმა უნდა. მე ჩემ აზრსაც ხო. შენი აზრით რა შეიძლება სამყაროში ადამიანებისთვის თუ ჩვენ მივიღებთ დასტურს ამ ფაილებით, რომ რაღაც კავშირი ან დაკვირვება მართლა არსებობს, რომელიც ამყარებს ან ამტკიცებს ვარაუდს, რომ კი რაღაცა უცხო პლანეტაზე მცხოვრები ცივილიზაციები არსებობენ. იცი რა, მე არ ვფიქრობ, რომ იქნება ისეთი მასშტაბური პანიკა და ქაოსი, რამაც შეიძლება საერთოდ ამოაყირავოს მთელი დედამიწა და მთელი დღის წესრიგი. იქნება შიში ალბათ, რაღაც დაბნეულობა და ნეტის გაგების სურვილი, სადღაც ალბათ კრიმინალის მოიმატებს, ალბათ არ ვიცი, იმის შიშით რომ არ ვსიო მორჩა დავსრულდით. და რატო დავსრულდით ეს ხალხი? არა, ხო არიან ფანატიკოსები, რომლებიც რადიკალურად რაღაცა ან კლიდან გადახტებიან, რომ აუ, თუნდე მოდიან და რაღა გვეშველება და სანამ ეს ფაილები დავუშვათ არ ამბობენ რომ მოდიან, უბრალოდ ამბობენ რომ არსებობს. არა, ხო, მაგრამ ნუ ვიცით რომ ანუ ზოგ შეიძლება შიში იმდენად აკეთეს რომ ხო, რა თქმა უნდა, სუიციდს რად ვაკეთებს ადამიანი, ხო? შეიძლება 5 წუთით ადრე სრულჭკუაზე იყოს. და ხო, მაგრამ მგონია ძალიან ბევრი რამე შეიძლება. შეიძლება ბევრი რამე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რელიგიურ გაგებაში თუნდაც ისე რელიგიას რომ დავუბრუნდე, იმიტომ რომ ტრადიციული რელიგიები გვთავაზობენ, რომ მარტო ღმერთმა ჩვენთვის შექმნა ეს სამყარო და ეს სიცოცხლე ცხოვრება, ხო? და ჩვენ შექმნა მის ხატად და მსგავსად. შესაბამისად, თუ გვეწოდინება, რომ კიდევ არსებობენ სხვა ცოცხალი არსებები, მაღალ ინტელექტუალური და მარტო ჩვენთვის არ შეუქმნია, ძალიან თუ არ ჩამოშლის და ჩამოაგრებს რელიგიურ დოგმატურ სამყაროს, ნუ სერიოზულ პრობლემებს მიაყენებს, ხო, აბსოლუტურად გეთანხმები და მეორე შეკითხვა, ჩვენ ვიცით რომ ტრამპი პოზიციონირებს როგორც კონსერვატიული ღირებულებების დამცველი, მისი ყველა სიტყვა იწყება და მთავრდება ღმერთმა დაულოცოს ამერიკამ სიტყვებით, ის ქრისტიანობას ასე ვთქვათ და მხრივ რელიგიას ძალიან ასე ვთქვათ ადვოკატირებს და იცავს, როგორც თავის ქვეყანაში ასევე მსოფლიოში მის პოზიციებს. როგორ ფიქრობ, ტრამპს რომ კონდეს ეჭვი, რომ ეს ამოდენა ზიანს მიაყენებს რელიგიას და მაგალითად პირობითად ეჭქვეშ დააყენებს კრეაციონიზმს, ანუ დაარსების თეორიას, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თეორიას, ის ამ ფაილების გასაჯაროვებას ესე დაჟინებით მოითხოვდა? ხო, და მან მგონია რომ ისეთ რამეს არ გამოიტანენ, რომ იყოს აბსოლუტური ცნობა და დასტური იმისა, რომ ხო, აი, არსებობენ, ხო, აი, რაღაც კონტაქტი არსებობდა დროის გამო, შეიძლება ახლა არა, მაგრამ რაღაცა საუკუნეების განმავლობაში, ასეთ რამეს მაინც არ ეტყვიან რა. ალბათ ისე blue books, large things გამოიტანენ, რომ აი, წლების განმავლობაში CIA და სხვა სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ რაღაც დაედგინათ და ვერაფერიც ვერ დაადგინეს და ეს იყო აუხსნელი მოვლენები, ფიზიკური მოვლენები ან რაღაც ამინდის მოვლენები ან ადამიანების ფანტაზია და ნუ მეტი არაფერი და სწორედ ამიტომ დავხურეთ მე ეს blue book-ი და სხვა პროექტები კიდე რაც ყოფილა. ჩვენ ვიცით რომ არსებობს დედამიწაზე უამრავი ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ჰქონდა თვითონ კონტაქტი უცხო პლანეტელებთან. საქართველოშიც ყავს ასეთი ხალხი, ვინც ამას ამტკიცებს. ერთ-ერთ უნივერსიტეტში დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები, რასაც ჩვენ საუბრობთ ამ ყველაფერზე, ძალიან საინტერესო. ვეცდებით თან წავიკითხოთ, მაგრამ ქუთაისის უნივერსიტეტში თუ არ ვცდები, რაღაც უცხო პლანეტელებთან სასაუბრო ენის ფაკულტეტიც იქნებოდა თუ გააუქმეს. შესაძლო, ხო, არ ვიცი. შესაძლო, არა, ახლა ასტროლინგვისტური რაღაც. ასტროლინგვისტური, კი. ისე გაეროში არის ხო იცი საბჭო? ხო, არ მგონია. გაეროში არის სპეციალური საბჭო, რომელიც განაგებს
შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში როგორ უნდა ვეურთიერთოთ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს. ძალიან საინტერესო ფილმია, სხვათა შორის მაგაზე გადაღებული თორცნები კონტაქტი ქვია. კონტაქტი ძალიან კარგი ფილმია. აა მე მგონი მაგ ფილმის მერე შექმნეს ეგ საბჭო. შესაძლოა დაფიქრდნენ რომ ხო აი საჭიროა. კარგია თუ კინომანი, ასე ვთქვათ, მთავრობის წევრებიც გვყავს. საინტერესოა რა. საინტერესოა რა. იქ ყოველ შემთხვევაში. გაეროში შეიძლება ეს არსებობდეს. გაეროში ძალიან ბევრი დეპარტამენტი არსებობს, ბევრი სასაცილო. არ არის ხო 6 კაციანი დეპარტამენტია თორემ. მაგრამ არ მგონია რომ გაეროს და ჩვენ ერთნაირი საკითხები გვაღელვებდეს. არ მგონია რომ საქართველოში და გაეროში ახლა ერთნაირი, ასე ვთქვათ, პრობლემები იყოს აქტუალური. მე მაინც ასე მინდა ეს საკითხი დავსვა, რომ თუ ხვალ დაუშვათ ამერიკა გამოქვეყნებს ფაილებს, რომელთაც ჩვენ ნახავთ, რომ რაღაც დონის გადაკვეთა ჩვენ მქონია, რაღაც ამოუცნობ ფრინავ ობიექტთან ან უცხო ცივილიზაციასთან, ეს ძირითადად სამყაროს ცხოვრების რეჟიმში არაფერს შეცვლის, მაგრამ მაინც მგონია, რომ რელიგიებისთვის იქნება სერიოზული საფრთხე. და თუ ჩვენ მივყვებით, ასე ვთქვათ, თეორიას იმისა, რომ ჩვენ მაგალითად რელიგიას დიდი გავლენები აქვს, მათ შორის ვატიკანს, ჩვენი ფონი ჩაქრა, რაღაც არსებობს. გვებძვია. თუ ჩვენ ამ ლოგიკას მივყვებით, რომ ვატიკანს და სხვა რელიგიურ დაწესებულებებს და ორგანიზაციებს აქვს ძალიან დიდი გავლენა, მაშინ ჩვენ ალბათ ოფიციალურ სტრუქტურებისგან ასეთ დასტურს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ მეორეს მხრივ, ესეთი რყევები, ინფორმაციული რყევები, რაც ვრცელდება ხოლმე მსგავსი მსხვილი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურებისგან, ძალიან ხელს უწყობს მსოფლიო შარლატანებს, რომ ამ საკითხებზე ჭირა, თქო უნდა, მოითმონ ხელი, მააგრიფონ აუდიტორია და სამწუხარო ტენდენცია ის, რომ დღეს ადამიანი ჯერ თავს კამერას, იწერს ვიდეოს, არ აკეთებს რისერჩს, ანუ ქართულად რო ვთქვა, არ ეძებს თემას. დაასრულე და მინდა ჩემი გულის ტკივით გამოვთქვა ამ. ხო, არ მოიძიებს ინფორმაციას, არ შეკრავს ამას. უბრალოდ ესე ჯერ ჩართავს, თავის აზრს გაახმოვანებს, ამას გადასცემს მტკიცებულებაზე დაფუძნებით. თქმა უნდა, მას არ აღელვებს მტკიცებულებები. ან თუ კი შეედავები და არგუმენტს დადებ, გეტყვის, რომ მას ღვიძავს და შენ გძინავს და ეხა რაღაცა სხვა სიხშირეზე გადაერთო და ასე შემდეგ. რასაც გამოიღვიძა. რთულია შეეწინააღმდეგო, იმიტომ რომ ისიც ვერ დაგიმტკიცებს. ხო, თან ჯერა. სხვა სიხშირეზეა, მაგრამ მე შენ დაამტკიცებ, იმიტომ რომ მაგრამ მტკიცების ტვირთი შენზეა, იმიტომ რომ შენ ესხმი თავს, ის არა ხო? ამიტომ ხო, ის გთავაზობს, გინდა დაიჯერე, გინდა. ხო, ამიტომ მოგებულის პოზიციაშია. თუმცა მე მაინც ადამიანებს მოვუწოდებ, რომ იყვნენ კრიტიკულები, ოპტიმისტურად განწყობილები ამ თემის და სხვა თემების მიმართ და ღია რაც მთავარია. არაფერს გამორიცხვა ბოლომდე არ შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება გავხდეთ კაცო კონსპირაციაც შეიძლება განვიხილოთ და საინტერესო ტერმინი გაჩნდა TikTok-ზე და YouTube-ზე და სოციალურ ქსელებზე. ჩვენ იცი რომ ჩვენ დიდი ხანი ვაკეთებდით ციფრულ დაიჯესტს ასეთ პროექტს და არ ყავდა მაგას ბევრი მაყურებელი ჩვენ პროექტს, იმიტომ რომ ძალიან დამარცხნილი, რაფინირებული, გადამოწმებული ტექნოლოგიური და სამეცნიერო სიახლეები. ეს არ არის საინტერესო, იმიტომ რომ დღეს ბევრად უფრო საინტერესოა რაღაცა სენსაციაზე გათვლილი. ხო, რაღაცა წინასწარმეტყველი, რაღაცა მჭყივბავური, ან აი თუნდაც აი მე ვესაუბრე უცხო პლანეტას და ასე შემდეგ ესეთი ხალხი. ხო, და რატო? აი ვიტყვი. მაგას საინტერესო ტერმინი მოუფიქრეს, თუ არ ვიცი პოსტსაბჭოთა სივრცეში ქვია მარტო ასე ამ ხალხს. თუ არ ვიცი სხვა მსოფლიოს ქვეყნებშიც ასეა, ინფოციგნები დაარქვეს. პირველად მესმის. აი, წარმოიდგინეთ, აი როგორც გახსოვს, რომ ბოშები ჩვენთან აღწელებდნენ, რომ მკითხაობას გთავაზობდნენ, ხან თუ ტიყუში აკეთებდა ამას და ხან თვითონ შლიდა კარტს. და ახლა ამით დაკავებულები არიან, ასე ვთქვათ, ჩვენი ინფლუენსერების და სოციალური ბევრი მაყურებელი არასოდეს მყავდა, მაგრამ კიდევ უფრო დაიკლო ჩემი არხის ყურებადობა მას შემდეგ, რაც შევეჭიდე ამ 3i ატლასის კომეტის თემას, რომელიც მართლა ამ ინფოციგნებმა, რაც ახლა შენ თქვი, პირველად გავიგე, დაიწყეს მათ შორის საქართველოში ისტერიული ვიდეოების კეთება, ხშირ შემთხვევაში AI-ის დახმარებით, რომ ხომალდი მოდის. ასეთ მტკიცებით ფორმაში. ყოველგვარი სამეცნიერო მტკიცებულებები ჩაირეცხა, თუ აქამდე ჩვენ ვერ გნობოდით, ავენდობოდით მეცნიერებას, რომელთაც აქვს სრული აღჭურვილობა და ფინანსება და სრული კომპეტენცია ამაში, რომ დაგვანახონ და გამოიკვლიონ და შემდეგ ვაჩვენონ,
ესე გადაუსვეს ყველაფერს ხაზი, NASA გვიმანავს, ყველა გვატყუებს, არავინ არაფერს არ გვეტყვის ნუ ხა სიმართლეს და საერთოდ სხვა ხალხი არსებობს, ბრტყელი დედამიწა, ხო, თვითმფრინავები იგივე არ ხალხს ჯერა დაფრინავენ, ალბათ მტრედები არ არსებობენ, ხიმტრეილებები ხო, წამლავენ და ანუ 1000 ვცდილობდი სრულად მეცნიერებაზე დაღნობით მეჩვენებინა, იმიტომ რომ კოსმოსის მასშტაბში რაღაც პატარა კომეტის 100%-იანი გარჩევადობა galaktikas რო ადარებს, ზოგიერთი galaktikas ხედავენო შორიდანო და ამ კომეტასო როგორ ვერ ხედავენ ჩვენ მზის სისტემაში, თან ბურუსში მოსულ კომეტას, რადგანაც მზესთან ახლოს ხო კვამი იწყებს ღობას, ასე ვთქვათ, სუბლიმაციას და გაზის გარსში, ასე ვთქვათ და როგორ გინდა ხა შენ დაინახო შიგნით რა არის, ხო? თუმცა ესეც მოახერხეს ანუ სხვადასხვა ინსტრუმენტების სენსორების ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს დაიკარგა ნდობა ჩემი პროექტის მიმართ. ანუ ჩემი მაყურებლის ნაწილი ჩემგან ითხოვდა რომ მელაპარაკა სიგიჟეები, რომ მე მტკიცები ეს არის უცხო პლანეტები, რომ დედა გვეტირება, რომ აი ახლა მოდიან და გვატყუებს ყველა და ხალხო თავს უშველოთ. ანუ აი ამაზე რომ მელაპარაკა, ალბათ კი არა დამაკლებოდა, უფრო გაიზრდებოდა ჩემი არხის ყურებადობა და მე ვერ ვიზამ ამას რა, ახლა მე კი ვსაუბრობ კონსპირაციულ თემებზე. მაგრამ მე არ ვავრცელებ თვითონ კონსპირაციას. მე არ ვსაუბრობ მტკიცებით ფორმაში, რომ ეს მართალია. ძალიან მოდური გახდა ამ ბოლო დროს მტკიცება, რომ საიდან იცი დედამიწა რო ბრტყელია, შენ ნახე? ხო, შენ ნახე რომ გვალია? შენ ნახე? ეს საიდან იცი შენ? ხო, ანუ ყველაფერში სკეპტიციზმი. შენ შეეხე და შენ აი ხალხს ძალიან მინდა ვკითხო რა. აქ კითხე კამერაში შეხე. საიდან იცით თქვენ რომ არსებობდა ალექსანდრე მაკედონელი ცნობდით? ან დავით აღმაშენებელი. კი ბატონო. ან თამარ მეფე. ან საიდან იცით რომ შუა საუკუნეებში საერთოდ ვარსებობდით? იყავით მაგ დროს? არსებობდით? ამისთვის არსებობს სამეცნიერო დარგები, რომლებიც შეიქმნა და ვიღაცები ამას კომპრომატად იყენებენ, რომ გვიან შეიქმნა ისტორია და ასე კი, გვიან ყალიბდება, გვიან ერქმევა სახელი, გვიან ხდება მისი ფორმირება, მაგრამ არსებობს მისი ადრეული ჩანაწერები, ხო, არსებობს გამოქვაბულებში ნახატები შესრულებული, არსებობს რაღაც კვალი, რაც ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს და ეს კვალის შესწავლა, აღწერა და ახლა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით მისი კვლევა, ეს არის ასე ვთქვათ ის მეცნიერული დარგები, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ არქეოლოგიის სახით, ისტორიის სახით, ანთროპოლოგიის სახით და ასე შემდეგ, ხო? მეცნიერება სხვათა შორის ყველაფერი არის ჯადოსნობა. იცი რა, ცდებიან და მე ამბობენ კიდეც რომ შევცდით. ახლა რამდენჯერ შეიცვალა სამყაროს აღხმის და სამყაროს მოდელების, თუნდაც მზის სისტემის მოდელების შეხედულება. აი შარლატანებს, ვინც მართლა ინფო ციგნებით, ასე ვთქვათ, მოიხსენიებენ და ჩვენთან ალბათ ინფო. მოне ხა არ მინდა რომ ვიღაცა ჩვენთან ბოშა მიიღოს ეს შეურაცხმება. არა, ხო, რა თქმა უნდა. ციგანი უფრო მატყუარასთან ასოცირდება თვითონ ეს ტერმინი, თორე პროფესიულად რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, თორე არანაირი პრობლემა პირიქით. არა, ხო, არანაირი გადასარევ ხალხია და საინტერესო კულტურის ქსენოფობია არ არის. არა, რას ამბობ, ჯერდი ძალიან ლამაზი ხალხია, მოდი აქედან დავიწყოთ. ხო, ალბათ მიმხედრე მიხვდება, ხა თუ ვინმეს შარი უნდა, მას ენას მე შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ამერიკაში ასეთი ფონდი, მე ახლა ფონდს ვერ ვიხსენებ რა ქვია, რომელიც ძალიან მსხვილ და სერიოზულ ფულად ჯილდოს გთავაზობთ. თუ თქვენ რომელიმე თქვენგანი დაამტკიცებთ, რომ რომელიმე სუპერძალას ფლობთ, ხო, რაიმე სუპერნატურალური ნიჭი გაგაჩნიათ, ან რა ვიცი, მე უცხო პლანეტებთან გისაუბრიათ, რა ვიცი, ან სულებს იძახებთ, ან ამ შემდეგ. ძალიან სოლიდური და მნიშვნელოვანი ფულადი პრიზია დაწესებული ამის მისაღებად, მხოლოდ ერთი რამე გყოფნით. ჩახვიდეთ და ცდის მიერ დაამტკიცოთ, რომ თქვენ რაიმე უნარი გაგაჩნიათ. მაგალითად, საგნების გადაადგილება ხელის შეხების გარეშე, კინეტიკური უნარი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ დღემდე არც ერთ მსურველს მაგასაც გვიმაგავენ არ გამოსვლეთ, მაგრამ და ვიცნობ მე პირადად ბევრ ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ღარიბ ადამიანს, ვინც TikTok-ს თხოვს ლარი ჩამერიცხეთ და გეტყვით რა გელით მომავალში და ვიდრე უცხო პლანეტელები გვეტყვიან რა გველის მომავალში, თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ ეს იქ, სადაც ჯერ არის და მიიღოთ სოლიდური ფულადი ჯილდოები. ალეკო ამას ალბათ იპოვის და თუ ლაივის დროს მოახერხე ხა რომ შემოვიყვანო, დაგვეხმარა და ლაივის დროს შემოუშვა, არ ვიცი, მაგრამ სხვა დროს გიორგის სტუდიაში გიორგის მოგვიანებით გაჩვენებთ სხვა თემებზე, სხვათა შორის უფრო მიწიერ და ესეთი თემები. ხა იცინის გიორგი.
კი. მე შემიძლია ვთქვა უცხო პლანეტელებზე, ხო, თუმცა მოდი, მე რომ არსებობს წავიდეთ შეჯამებისკენ. მეგობრებო, გამოჩდით ჩვენ რახანია გელით. ჩვენზე მეტად მე მგონი არავის არ უნდა, რა არა, თქმა არ უნდა. შევეჯიბროთ, მოკლედ ბევრი ამისაც და უნდა რომ კოდი ხომ საერთოდ გიძღვნით. რავი, დეკორაციებიც კი ამათი მაქვს. მთელი სტუდია არ დაგიმალავთ არაფერს თუ ჩემს ხელთ არსებული იქნება არ რაიმე. გამოვრიცხავ რომ იმ მაგრამ არ ფაილებში მოგატყუებთ. მე არ გამოვრიცხავ რომ იმ ფაილებში შენი სტუდია აღმოჩნდეს. ამ დოზით მიკვლევენ, ხო, პლანეტები CIA-ն. არსად არ ფიგურირებს. არც ჩანაწერი. სხვათა შორის ეხლა ცოტა წავიუზრდელებ პირდაპირ ეთერია და ვერ ამოვჭრით მაინც. ანტონის ცნობილი ფრაზა, ახლა გიორგი ცინის შენი მეგობარი. უცხო პლანეტებს ტრაკი ვერ მოუფხანია, კოდში რო არ გაშუქდესო. ხო, აი, მე ხშირად მისაყვედურია კიდეს ალეკოსთვის, რომ ანუ აი მართლა არ არსებობს თემა, რომელიც უცხო პლანეტებზე დაიძრება და მე აქ არ ჩაიშლება. და მე რო ვინმე დამაბრალებს რომ NASA მაფინანსებს და რაღაცას მალავ. მასონები გაფინანსებს. NASA-ს უკან დგას მასონები. არა, ეხა მასონებს მეც ვესაუბრე აქ სანამ შემოვიდოდ რა. ანუ ესე იგი NASA-ს უკან დგას. ერთი ორი ესეთი სტუმარი გჭირდება და ვერაფერი. კი, აი ზუსტად, ერთი ორი კომენტარიც კიდე ასეთი და მოჭი. კი ბატონო, მე რა ვიცი, ჩემი აზრით უცხო პლანეტელების საწინააღმდეგო მე არაფერი არ მაქვს, თუმცა უბრალოდ არ გამოვრიცხავ რომ ისინი არსებობენ, მაგრამ არ მგონია რომ უკვე კავშირი გქონოდა და ამის დამატკიცებელი საფუძვები მით უმეტეს მაშინ რატომ ალავენ და რას მალავენ? არ ვიცით, როგორ შეიძლება დამალო ის რაც არ გაქვს. და გვაქვსო? რა? რაც გვაქვს ყველაფერს ეს გაჩვენებთ. იქნება ჩანაწერები, ჩვენ ხო ვაკვირდებით, ჩვენ ხო ვეძებთ. ხო. ჩვენ ხო გვაქვს რადიო სიგნალები გაშვებული, რომელიც ამას ეძებს. და იქნება იქ რამე მტკიცებულება შენი აზრით. არ შეიძლება იყოს რაღაც საეჭვო ჩანაწერი, ჩვენ ხო ვიჭერთ რაღაც ხმებს, რომ მე ვსწავლობს და შენ. არ მგონია რომ რომელიმე უცხო პლანეტურცი ეხლა ძალიან მოდაშია ის მტკიცება რომ პირამიდები უცხო პლანეტებია. აი მაგ თემაზე მე სხვა დროს ვისაუბრებ. და ასე შემდეგ და ლამის ყველაფერი უცხო პლანეტებს რეტილოიდური მასა და ნუ ჩავაფავებ შენი მაყურებელი. გავცდებით დარჩეთ ამერიკაში. თუ შენი მაყურებელი დააკვირდა მე თვალებს ესე არ ვახამხავ. აი ესე ვახამხავ. შე რეპტილოიდი ხარ? ამაში ესე. ხვლიკი სტუდიაში. ცოტა მოსუქებული ხვლიკი. მოიცა რა ქვია ერთი სახეობას? ალიგატორი. არა კაც. ხა ეგეთი დაუნდობელის არ ხარ. მოდი ტრამპს დაველოდოთ. შევაჯამოთ, ხო, ანუ გაქვს რამე მოლოდინი რეალისტურად, მოდი ახლა თქვი. მე ეპშტეინის ფაილებს უფრო ველოდები, ვიდრე უცხო პლანეტების რეალურ მტკიცებულებას. ეპშტეინის ფაილებს ტრამპი არ გამოგიქვეყნებს. საქმეს მაგაშია. ხო. აქედან გამომდინარე, თუ ჯერ ვაცადოთ ირანი და აღმაფრენა და ესე რაღაც საოცარი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ თუ კი დამტკიცდება რომ ისინი არსებობენ, ესე იგი ჩემი ბავშვობის სურვილი რომ აი მთვარეზე რო ავიხედავდი და იქ შუქი ანთია. ესე იგი მართალი აღმოჩნდება. კი. თავარი არ ჩააქრონ. ნუ ჩააქრობენ ჯერ. დიდი მადლობა ამ საინტერესო წარმატებები და მე აუცილებლად უყურებ სხვა სტუმრებს. ჩემ ეპიზოდს არ ვიცი უყურებ თუ. შენ ხშირად იქნები და არ იქნები სტუმარი, ასე ვთქვათ, ანუ ხალათს და ჩუსტებს, ასე ვთქვათ, სპეციალურად აი ესე ვამბობ. თუ მეტეს თუ რომელიმე პლანეტური თევზი ჩამოდგა შენ სტუდიაში. აბა, ეხლა ხო, შენ და უცხო პლანეტელი ექსკლუზივი. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო, გჯერათ? გქონიათ კონტაქტი თუ გქონიათ ვინმეს? მე ვიცი რომ არ დაგეთანხმეთ და უკვე გადაგიარეთ, მაგრამ ეს გადამიარეთ რა, გაგენაყოლეთ. ხო, მოკლედ ჯანსაღი კრიტიკა კარგია და ვიხუმროთ კიდეც თუნდაც რატომაც არა. მოკლედ ასე შევაჯამოთ, დაველოდოთ ტრამპს და სპეცსამსახურებს, აბა რას გვეტყვიან, მე დიდი მოლოდინები არ მაქვს, თან მithumetes როცა ტრამპის დაპირებას ეხება საქმე. თუმცა რა იცი რა ხდება. უცნაური კაცია და ერთის მხრივ ეს კარგია რომ უპროგნოზოა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ურთულებს ჩემი აზრით საქმეს ჩვენს მთავარ მტერს ვლადიმერ პუტინს, ასე რომ ამ მხრივ წარმატებები ბატონ დონალდ ჯეი ტრამპს. ძალიან დიდი მადლობა, ვინც გაატარეთ ეს დრო, არ ვიცი რამდენი ხანი, ალბათ 9 საათზე მეტი ჩვენთან ერთად. ეს იყო პირველი მცდელობა, ძალიან ზედმეტად კრიტიკულები ესე. შემდეგ ლაივზე ავდოთ. კარგით იყავით ზედმეტად კრიტიკულები. შევხედავთ თავარი ფაქტი და არგუმენტი. შევხედავთ კომენტარებს, ეხლა რასაც წაით, იმიტომ რომ ხა ვერ ვხედავ. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენც ეს საცდელად გავაკეთეთ, ნახოთ თქვენგან უკავშირს, ყურებადობაც და ამის შემდგომ გადავწყვეტ, გავაგრძელებთ თუ არა მსგავსი ლაივ ბროდკასტებით წარმატებები კოდს და წარმატებები კოდის მაყურებელს. დიდი მადლობა და დროებით შევხვდებით უკვე ეპიზოდის თემით და სავარაუდოდ მომდევნო პოდკასტითაც. ნახვამდის.